გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ძალიან უჩვეულო ცხოველებზე. უდიდესი გველი. თუ თქვენ ჩემს მსგავსად გველების დიდი მოყვარული არ ხართ, ამ უკანასკნელთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი თქვენს და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელ მომენტად მოგვიჩვენება. თუმცა აქვე გეტყვით, რომ არსება, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, დიდი ხანია გადაშენდა, ამიტომ მასთან პირისპირ შეხვედრის აღარ უნდა გვეშინოდეს. ზოგადად, როცა გველის ფოტოს ხედავენ, ამბობენ, რომ საყვარელია თავისი პატარა ელვარი თვალებით და რაღაც სათნო ენით. რეალობაში ძირითადად სხვანაირად აღიქვამენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც ორივე შემთხვევაში გაგიჭირდებათ ლოიალურობის შენარჩუნება. პალეოგენურ პერიოდში 60 მილიონი წლის წინ დედამიწაზე, კერძოდ კოლუმბიის ჭაობიან ადგილებში, არსებობდა გიგანტური ზომის ქვეწარმავალი, რომელსაც დღეს ტიტანობოას უწოდებენ. ერთადერთი ცნობილი სახეობაა ტიტანობოა ქერიჯონესის, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს. 2009 წელს ქვანახშირის საბადოებში, კერეონში, კოლუმბიაში, აღმოჩენილ იქნა ტიტანობოას 28 დამოუკიდებელი ნეშთი. კანადელმა და ამერიკელმა ზოოლოგებმა გააკეთეს ტიტანობოას უჯრედის ანალიზი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი საშუალო სიგრძე 13 მეტრს აღწევდა, სისქე 1 მეტრს, ხოლო წონით დაახლოებით 1200 კილოგრამი იყო. ტიტანობოას მასშტაბური ზომები განპირობებული იყო იმ დროს არსებული კლიმატის გამო. ამ აღმოჩენამდე გველის ნარჩენებს მიაკვლეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოშიც. ადვილი მისახვედრია, რომ ამხელა ზომის გველს გამოსაკვებად დიდი რაოდენობით ან დიდი ზომის ნადავლი დასჭირდებოდა. ტიტანობოა ძირითადად ნიანგებით იკვებებოდა. მას ნადირობის თავისებური მეთოდი ჰქონდა. ის თავის მსხვერპლს შემოეხვეოდა და გუდავდა. მსგავსი ხერხი ახასიათებს დღესდღეობით მობინადრე პითონებსაც. ტიტანობოა გარეგნობით ბოას ჰგავდა, ხოლო ქცევით ანაკონდას, რომელიც ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოა იყო ჭაობის მცოცავი ბინადარი და უზარმაზარი მტაცებელი. სწორედ ასე ხსნიან მეცნიერები ამ ქვეწარმავალს. ამ უდიდესი გველის სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებდა გახშირებული წვიმები, მცენარეები და ცხოველები. ღრმა მდინარეები მას საშუალებას აძლევდა ჩასულიყო წყლის ფსკერზე და ასევე თავისუფლად ევლო ხმელეთზეც. 2012 წლის 22 მარტს 14 მეტრიანი ტიტანობოას ფიტული ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე წარმოადგინეს. მას ასევე ეძახიან დიდ დედას, რადგან დღეს არსებული ყველა გველის წინაპრად ითვლება. ბაყაყი ეშმაკი. ბაყაყების შესახებ ბევრ რამეს ვიგებთ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში. გამომდინარე იქედან, რომ მათი ორგანოთა აგებულება ძალიან ჰგავს ჩვენი ადამიანების აგებულებას. მას სკოლებში ხშირად ექსპერიმენტისა და თეორიების შესასწავლად იყენებენ. ბაყაყთა მრავალი სახეობა არსებობს. ტიპიურად ისინი ისეთი ზომის არსებები არიან, რომ ხელის გულზე დასმაც შეგვიძლია. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეშმაკი ბაყაყი, რომელიც დაახლოებით 5 კილოგრამს იწონიდა და 40 სანტიმეტრის სიგრძის იყო. ზოგადად ბაყაყები განსაკუთრებული სილამაზით ვერ გამოირჩევიან. თუმცა ეს კონკრეტული მათგანი ნაკლებად საყვარელი და შესახედად არასასიამოვნო გახლდათ. ბინადრობდა მადაგასკარში. როგორც ზოგიერთი ბაყაყი დღესდღეობით, ისინიც სწრაფად იტაცებდნენ და ყლაპავდნენ ყველაფერს, რასაც გვერდს ჩაუვლიდნენ. ამ სახეობის ბაყაყს იმდენად დიდი ყბა ჰქონდა, რომ ის თავისუფლად ყლაპავდა ახალშობილ დინოზავრებს. ეშმაკი ბაყაყის პირველი ნეშთი 1993 წელს იქნა აღმოჩენილი. პალაელოქსოდონ ნამადიკუს. ჩვენ ვიცით, რომ სპილოები მიჩნეულნი არიან ხმელეთის უდიდეს ცხოველებად, თავიანთი უზარმაზარი ყურებით, ეშვებითა და შემაძრწუნებელი ხმით. ეს სპილოები, რომლებიც დღესდღეობით ბინადრობენ, თავიანთი წინაპრების მინიატურული ვერსიები არიან, ხოლო ეს სპილოები, რომლებსაც სურათზე ხედავთ, ცნობილნი არიან სახელწოდებით პალაელოქსოდონ ნამადიკუს. ისინი ძირითადად ცენტრალურ აზიაში დაახლოებით 23-35 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. მიჩნეულნი არიან ხმელეთის ყველაზე დიდ ძუძუმწოვარ არსებებად. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სპილოს სულ მცირე 3 სახეობა მაინც არსებობს. მათ ასევე მიაკვლეს პალაელოქსოდონ ნამადიკუსის ბარძაყის ძვალს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ეს ძუძუმწოვარი იწონიდა 24 ტონას და მისი სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრის ტოლი იყო. თუ დღევანდელ სპილოებს ამ სახეობას შევადარებთ, დავინახავთ, რომ დღევანდელი სპილოები მათი ზომის ნახევარს უდრის, რაც შეეხება წონას. ის სპილოები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, 6-დან 8 ტონამდე იწონიან. ზღვის მორიელი.
ადამიანები მრავალფეროვნები ვართ, ასევე მრავალფეროვანია ჩვენი დამოკიდებულება მწერების მიმართაც. მაგალითად, ადამიანთა უმეტესობას ეშინიან უბრალოდ აღიზიანებს ობობა, ხოჭო, ტარაკანები, მეპირადად ლოკოკინა. თუმცა არსებობენ ფუტკრებიც, რომელთა მიმართ ადამიანთა უმეტესობას კარგი დამოკიდებულება აქვს და ბევრი შემოსავლის წყაროც არის. ეს დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ გავიხედოთ ცოტა წარსულშიც. ზოგიერთი მწერის აგებულება გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მეცნიერებმა 2007 წელს აღმოაჩინეს უზარმაზარი მწერის 46 სანტიმეტრის სიგრძის ბრჭყალი, როგორც შემდგომ გაიგო, ის ეკუთვნოდა დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის მორიელს, რომელიც 390 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და ზომით ნიანგსაც არ ჩამოუვარდებოდა. მას ჩიკალოპტერუს რინანესი უწოდეს. ამ მორიელის რაციონს შეადგენდა თევზები, რომელთაც ძალიან მარტივად და ეფექტურად იჭერდა. იკვებებოდა ასევე ჭაობიან წყლებში მობინადრი არსებებით. მღრღნელები სახლის არასასურველ სტუმრებს მიეკუთვნებიან, რადგან ისინი დაავადების გადატანები არიან და ამავდროულად მთლიანად ანადგურებენ საკვებ პროდუქტებს. 2008 წელს ურუგვაიში შემთხვევითმა ძიებამ საფუძველი ჩაუყარა მღრღნელის მანამდე უცნობის სახეობის აღმოჩენას. ფოტოზე გამოსახული ჩონჩხი ნაპოვნია ერთ-ერთი მოყვარული არქეოლოგის მიერ, რომელმაც ის კლდეებს შორის იპოვნა. მეცნიერებმა ბევრი აქამდე უცნობი და საინტერესო რამ დაადგინეს. მაგალითად, აღმოჩენილი ჩონჩხის სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევდა. წარმოიდგინეთ 60 სანტიმეტრიანი ვირთხა. ეს სახეობა ცხოვრობდა დაახლოებით 2-4 მილიონი წლის წინ შოტლანდიის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ წვიმიან ტყეებში. მეგალოდანი. ზვიგენები ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, თუმცა ლამაზი ბინადრები არიან. ასევე მომაკვდინებლად საზარელნი. ეს ყოველივე საოცარ კონტრასტს ქმნის. ავიღოთ მაგალითად თეთრი ზვიგენი. ის იმდენად დიდი ზომისაა, რომ თავისუფლად შეუძლია მთლიანად გადაყლაპოს ზრდასრული ადამიანი. რაც შეეხება მეგალოდანს, ის ითარგმნება როგორც მეგა კბილების მქონე. მეცნიერებს სწამთ, რომ თუ ეს უკანასკნელი დედამიწაზე დაახლოებით 16 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მისი სიგრძე 15 მეტრს აღწევდა და თეთრ ზვიგენებს წონაში 30-ჯერ აღემატებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თეთრი ზვიგენის წონა 2 ტონაა, გამოდის მეგალოდანი 60 ტონას იწონიდა. 60 ტონიანი მტაცებელი. ღმერთო ჩემო. კენგურუ. დღევანდელი კენგურუები გამოირჩევიან მრიცხანებით, თუმცა ამავდროულად ძალიან საყვარლები არიან და განსაკუთრებით ზრუნველები თავიანთ პატარებზე, რომელთაც ჩანთით ატარებენ. თავდაპირველად კენგურუები მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობდნენ. თუმცა დღესდღეობით მათი ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშია შესაძლებელი. ისინი საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომნი არიან, მაგალითად ზოოპარკებში. მიუხედავად იმისა, რომ შესახედავად ძალიან საყვარლები არიან, მათთან მიახლოებისას ზედმეტი სიფრთხილეა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გვცემონ. სიხლების დარტყმა უყვართ. როგორც ვიცით, კენგურუები თავიანთი ზომით არ გამოირჩევიან, თუმცა ცნობილია, რომ მათი წინაპრები გაცილებით დიდი ტანის იყვნენ. დიდი ზომის კენგურუები, რომელთაც სურათზე ხედავთ, დაახლოებით 40,000 წლის წინ გადაშენდნენ. ისინი ბინადრობდნენ ტასმანიაზე. მათ გადაშენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ადამიანებს. თავდაპირველი რწმენით დიდმა გამყინვარებამ გაწმინდა კენგურუების სახეობა, თუმცა დღევანდელი კვლევების და აღმოჩენების შედეგად ამის მთავარ მიზეზად ადამიანის სახელდება. ეს კენგურუები 500 კილოზე მეტს იწონიდნენ. პინგვინები. პინგვინები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი არსებები არიან. იყიდება მათი სათამაშოები, იღებენ მულტფილმებს და ბავშვებსაც ძალიან მოყვართ. ძველი პინგვინები ცოტა განსხვავებულები იყვნენ. მათი ზომა გიგანტური იყო და ამ გიგანტ პინგვინებს საოცარია, მაგრამ სიცოცხლისთვის ყინული სულაც არ სჭირდებოდათ. ისინი ბინადრობდნენ 36 მილიონი წლის წინ. მათი ნეშტი აღმოჩენილია 2007 წელს პერუს ატაკამას უდაბნოში. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტში მკვლევარებმა დაიწყეს აღმოჩენილი ნეშტის შესწავლა. საწყის ეტაპზე მიჩნეული იყო, რომ პინგვინთა დიდი მიგრაცია ერთ-ერთი ცივი პერიოდის დროს მოხდა, თუმცა ის 65 მილიონი წლის წინ ერთ-ერთი თბილი პერიოდის დროს განხორციელდა. ეს გიგანტი პინგვინები ცხოვრობდნენ სამხრეთ ამერიკაში. მათი სიმაღლე 1 მეტრს და 50 სანტიმეტრს აღწევდა. არგენტინოზავრი. არგენტინოზავრი ჩვენს სიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. ისევე როგორც სხვა დანარჩენი ცხოველები, ისიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული გარეგნობით. არგენტინოზავრი თავდაპირველად აღმოაჩინა ფერმერმა, ვინმე გილერმო ჰერედიამ, არგენტინაში 1987 წელს.
სახელის აქედან გამომდინარე დაერქვა. მან მიაგნო რაღაც დიდ გაქვავებულ მალებს. ამ უკანასკნელის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არგენტინოზავრი დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში. მისი სიგრძე 35 მეტრს აღწევდა, ხოლო სიმაღლე 21 მეტრს. ასეთი უზარმაზარი და წარმოუდგენელი ზომების მიუხედავად, მათი კვერცხის ზომა სულ რაღაც რაგბის ბურთის ოდენა იყო. მათი საბოლოო ზომის ჩამოყალიბებას დაახლოებით 40 წელი სჭირდებოდა, ანუ 40 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ. ისინი ბალახის მჭამელები იყვნენ, არ იყვნენ აგრესიულები და არ ესხმოდნენ თავს სხვა ცხოველებს, რაც ძალიან საინტერესოა მათი გრანდიოზული ზომების გამო. ვისაც მოგეწონათ არგენტინოზავრი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და იქნებ ერთად საქართველოს ზავრიც აღმოვაჩინოთ.